მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, შუადღე მშვიდობისა, ტელეკომპანია მეგატივს უყურებთ. ეს გადაცემა შუადღე ქუთაისშია, მე კი მისივე წამყვანი ნანა თავდორაძე. დღესაც მოგვს შესაძლებლობა ვიმუშაოთ თქვენთვის და ვეცდები, რომ ბევრი საინტერესო ინფორმაციები მოგაწოდოთ, რა თქმა უნდა, სტუმრებთან ერთად. ამჯერად მინდა გადაცემის პირველი ნაწილის პირველი სტუმარი წარმოგიდგინოთ, ორგანიზაცია რუბიკონის კოორდინატორი ბატონი ზაზა ქარჩხაძე, რომელსაც მივესალმები რასაკვირველია. გამარჯობა ბატონო ზაზა, როგორ ხართ? მოგესალმებით, კარგად, მადლობთ. მოგესალმებით ტელემაყურებელს. კარგად. ზიანი შუადღე გვაქვს ქუთაისში, იმედი აისახება ჩვენს განწყობაზე დადებითად. თემა, რომელზეც უნდა ვისაუბროთ, განწყობები და ინფორმაციის სწორად მიწოდებაც ასევე უნიშნელოვანესია და ძალიან ფაქიზია. ნარკოპოლიტიკაზე ჩვენ აგერ უკვე მე რამდენი წელია პერიოდულად ვსაუბრობთ, თუმცა ეს თემა არ არის თემა, რომლის დავიწყება შეიძლება არ აქვს მნიშვნელობა, რა პროცესები მიმდინარეობს ქვეყანაში. ჩვენთვის მტკივნეული თემაა, გამოწვევების წინაშე ვართ და მოკლედ იმედია ამჯერადაც ინფორმაციური და საინტერესო საუბარი გამოგვივა. დიდი პაუზის შემდგომ მოხარული ვარ, რომ ისევ ბრძანდებით ჩემი სტუმარი. მადლობა. ნარკოპოლიტიკა საქართველოში რა შეიცვალა ჩვენი ბოლო შეხვედრიდან დღემდე, თუ გვაქვს რაიმე დამაიმედებელი ძვრები? არაფერი არ შეცვლილა სამწუხაროდ. როცა ვერ იცლიან ამ საკითხებს, თუ არ იცლიან, როგორც იყო რეპრესიული, როგორც იყო დარგზე ორიენტირებული, ისე ისეთი სურათი გვაქვს. სასიკეთოდ არაფერი არ იცვლება, სამწუხაროდ ქვეყანაში ბევრია, ასე ვთქვათ, ნარკოტიკის შემოსული, იოლად ხელმისაწვდომი გახდა, რაც შეიცვალა ეს არის, რომ მართლა იოლად ხელმისაწვდომი გახდა. ხელმისაწვდომი გახდა როგორც ძველი, ასე ვთქვათ, სტაჟიანი მომხმარებლებისთვის, ასევე ახალგაზრდებისთვის, მათ შორის ძალიან ახალგაზრდა ასაკის ბავშვებისთვის. აი, კვლევებს რომ გადავხედოთ ბატონო ზაზა, რა იწვევს ზოგადად ნარკოტიკების მომხმარებლების გაახალგაზრდავებას? ხელმისაწვდომობა, ინტერესი, ბევრი ფაქტორი არის რა, ყველა ადამიანს რაღაც თავისი ისტორია აქვს. დიახ. რისთვისაც ვთქვათ, დაიწყო ან შემდეგ შეყვნა ნარკოტიკების მოხმარებას. ახალგაზრდები ძირითადად უფრო მოიხმარენ სხვა სახის ნარკოტიკს მოიხმარენ, კლუბურ ნარკოტიკსაც ეძახიან. ამფეტამინის ტიპის ნარკოტიკს მოიხმარენ, სტიმულატორებს, ასე ვთქვათ. თუმცა ქვეყანაში ყველა სახის ნარკოტიკი ამჯერად საკმაოდ დიდი რაოდენობითაა შემოსული და საკმაოდ ხელმისაწვდომი და იოლად საყიდელია. რადგანაც შეძენა მთლიანად გადასული არის ინტერნეტით სიტყვაზე, ეგრეთ წოდებული დარკნეტები, მაღაზიები, არის სხვადასხვა საიტები, სადაც შეიძლება ნებისმიერ ადამიანმა ნებისმიერი ნარკოტიკი გამოვიწერო და ინტერნეტის საშუალებით ღებულობ ლოკაცია, სადაც არის დადებული ესენი გამოწერილი ნარკოტიკი, მიდიხარით. იმას სულ არ აინტერესებს, ვინ არის მოხმარებელი, 10 წლის ბავშვია თუ 60 წლის ისე. შესაძლებელია ამ ეგრეთ წოდებულ ბიზნესში მათ აღარებდეთ კიდეც ის ფაქტი, რომ მომხმარებელი შეიძლება 12 ან 13 წლის მოზარდი იყოს, ხო, საერთოდ უხერხულობას არ უქმნის. მათთვის ყოფილია მრავალი და ბატონო ზაზა, ნახეთ რა მაინტერესებს, ის პირველი ნიშნები და მანიშნებლები, თქვათ, თქვენ ბრძანეთ ეგრეთ წოდებული სტაჟიანი მომხმარებლები და ისინი, ვინც პირველად მოიხმარეთ. აი, გარშემომყოფებმა, მეგობრებმა, ნათესავებმა, მშობლებმა, თუ სკოლის მოსწავლეა, როგორ უნდა ამოიცნონ, აი, რა არის პირველი მანიშნებლები, სადაც მათ უკვე განგაშის სიგნალი უნდა ჩართონ? ალბათ მეტი კონტროლი და მეტი ყურადღება არის საჭირო. საჭიროა მუშაობა თვითონ აი მშობლებთანაც, ასე ვთქვათ. სკოლებიდან უნდა დაიწყოს ეს მუშაობა, როგორც მოზარდებთან, ბავშვებთან, ასევე მშობლებთანაც. უნდა იცოდეს ამ ადამიანებმა, რომ ყველა ადამიანი ნებისმიერი შეიძლება ეს ისეთი რამე, რომ არ არის რომელიმე კონკრეტული ჯგუფის, ასე ვთქვათ, დაავადება. ეს შეიძლება დაემართოს ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ მოზარდს, კიდე შეიძლება სულ არ კონდეს წარმოდგენა ნარკოტიკებზე და ეს რაღაც მოხდეს იმ ნარიწრეში, თქვათ, გასართობად წავიდეს, იქ რაღაც მიაწოდონ გასართობად ერთხელ ორჯერ და არავინ არ არის ამისაგან დაზღვეული.
ალბათ უფრო მეტი ფრიზლად უნდა იყოს მშობელი და მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს. აი ელემენტარულად ვიღოთ ახალგაზრდები, ხო? ძნელი მისახვედრია რა თქვა, წავიდა ბავშვი გასართობად, ხო? თქვა, ხამის კლუბში ან სამინო არა აქვს მნიშვნელობა. თელეგრამი რაღაცა მოვიდა დილით სახში დაგლიდა, რომ დაიძინა და საიდან მიხდება მშობელი იმანი, რა გააკეთა რა მიიღო. ანუ ყოლს არ ტოვებს რაღაცას, ქცევითი დამოკიდებულება არ იცვლება, ხასიათი არ იცვლება, ანუ დროთა განმავლობაში. იცვლება, დროთა განმავლობაში როგორი არ იცვლება და საკმაოდ ძიმე შედეგებამდე შეიძლება და ბევრი მიუყვანია კიდევაც თუ არა და ლეტარულ შედეგებამდეც შეიძლება ყოფილა, მაგრამ არის შემთხვევა, როდესაც სახში მისული ბავშვი არ დაცვლა. კი, რამდენი მაგალითი გვახსოვს ჩვენ სამწუხაროდ ახლო წარსულიდან. შევითას რა თქმა უნდა, ბევრი ფსიქიკური პრობლემები ექნებათ განსაკუთრებით ეს ახალი ნარკოტიკები რაც არის, სპაისები, მარილები. რომელიც პირდაპირ, ასე ვთქვათ, ძალიან ბინჟური ნარკოტიკი არის, პირდაპირ ფსიქიკაზე მოქმედებს, ჩქარი აიწვევს და მოკიდებულებას, ჩქარი აიწვევს მიჩვევას. და ამიტომ არის ძალიან საშიში ნარკოტიკები არის, ახალი ნარკოტიკები, მათი კლასიფიკაციაც ასე ვთქვათ, ძნელია ეს ერთი. მეორე არც არ არის ნარი გამოცდილება, რომ არც იციან, ვთქვათ, როგორ იმკურნალონ, ან როგორ გამოიყვანონ მდგომარეობიდან იმდენი ახალი სახის ნარკოტიკი შემოდის სხვადასხვა თვისებებით და სხვადასხვა შედეგებით, რომ ძალიან ძნელია ამას მიადევნო, ასე ვთქვათ. შეძენადოს კონტროლი ძალიან ძნელია, როგორც გითხარი, ინტერნეტით იქნება და ძალიან რთული გასასვლელი, ასე ვთქვათ, ამ გამსაღებლებზე, რეალიზატორებზე. ეს ყველაფერი ერთიან ჯამში იწვევს ამ დიდ პრობლემას, რასაც ქვია ახალგაზრდობა და ნარკოტიკის მოხმარების მალწება, ასე ვთქვათ. მოთხოვნა არის, გასაგებია, აი მოთხოვნა არის და იმიტომაც მოთხოვნა რო არ იყოს არც იქნებოდა ხო ამდენი ნარკოტიკი ქვეყანაში შემოსული. მაგრამ რაღაცა არის მოთხოვნა, ამიტომ არის მიწოდება, ეს ელემენტარულია ყველა ქვეყანაში ასე ეს ერთერთმა სახელმწიფომ ვერ დაამარცხა. და სამწუხარო ის არის, რომ მოთხოვნას კი არ ებრძვიან. ის რომ მოთხოვნა შეამცირონ ადამიანის ჯანმრთელობაზე კი არ ადამიანს თქვა არ გაუწევს სულელი ხო სხვანაირი სამუშაობა უნდა ადამიანს სულელი არ გაუწევს და მოთხოვნა არ ქონდეს. არა ერთი იციან რომ უკვე მის ასე ვთქვათ მოიხმარს და გაიმის დაჭერა და ციხეში გაშვება. აი ესაა მთელი უბედურების სათავე ასე ვთქვათ, ასე ჯიუტად ამდენი წელია ჩვენი სახელმწიფო აკეთებს. მე მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ ჩვენი დიალოგი მიზნად არის ახავს ნარკოტიკული საშუალებების პოპულარიზაციას. ჩვენ ვცდილობთ ჩვენი წვლილი შევიტანოთ, რომ იყოთ კიდევ უფრო მეტად ინფორმირებულები, რომ დაიცვათ გარშემომყოფები ან აღმოუჩინოთ საჭირო შემთხვევაში დახმარება. ამ მომენტში ჩვენ გავამახვილოთ ყურადღება ზედოზირებაზე. როგორ უნდა ამოვიცნოთ ეს ზედოზირების ფორმები და დილეტანტმა ადამიანმა, ვინც საკუთარი თვალით ხედავს, პირველადი დახმარება როგორ შეიძლება გაუწიოს, რომ იმ ფატალური შედეგისაგან ვიხსნათ ესა თუ ის ადამიანი. ზედოზირების მდგომარეობა ამოსასნობად არ არის, თორემ ხედავ ადამიანი თქვათ გაშავებული ასახეზე სუნთქვა უწევს ან ვერ სუნთქავს, ვერ მეტყველებს, ასე არ დაკარგული მოძრაობა არ შეუძლია. მაგრამ პირველი რაც უნდა გააკეთოს დილეტანტმა ადამიანმა, თვითონ თავის ასე ვთქვათ არ არის საჭირო რაღაც ახალის გამოგონება, უნდა დაარეკოს აუცილებლად სასწრაფო დახმარებაში და დროულად უნდა მოვიდეს სამედიცინო ბრიგადა, ვინც გაუწევს კვალიფიცირებულ დახმარებას. ახლა არის ბევრი საშუალება, კი ბატონო, ზედოდებიდან გამოყვანასაც, თუმცა ამას ცოდნა ჭირდება. არის სპეციალური პროგრამები, არის ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ ამ კუთხით. მაგალითად, ჩვენი ორგანიზაციები, აი ვასწავლით პირველად დახმარების აღმოჩენას, ზედოზირების როგორ უნდა მოიქცე. ვარიგებთ ეგრეთ წოდებული ნალოქსონი არის პრეპარატი, რომელიც არის საშუალებაა ზედოზირების დროს ადამიანის გადასარჩენად და ასე შემდეგ. თუმცა აი დილეტანტ ადამიანისთვის ახლა ცოტა რთული გასაკეთებელი იქნება და ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პირველ რიგში საჭიროა სასწრაფო დახმარების გამოძახება. ეგრევე პირველ რიგში უნდა გავაკეთოთ. შემდეგ არის რაღაც მანიპულაციები, რომ თქვა ადამიანი უნდა მოვათავსოთ უსაფრთხო პოზაში, რომ აი შეძლოს თქვა პირის ღრუ უნდა გამოვსუფთავოთ, უმჯობესია თუ გვერდულად დავაწვენ, თუ საჭიროა და თუ იცის ადამიანმა ხელოვნური სუნთქვის ჩატარება ამ დროს, ანუ გულის პირდაპირი მასაჟი და ასე შემდეგ.
გასაგებია. ბატონო ზაზა, მეტადონის პროგრამა, რომელიც საქართველოში ფუნქციონირებს, რამდენი წლიანი ისტორიას ითვლის არსებობას? სახელმწიფო პროგრამა 2008 წლიდან ფუნქციონირებს უკვე 17 წელი გამოდის. მანამდე იყო გლობალური ფონდის პროგრამა, ეს უფრო შეზღუდული იყო და სახელმწიფო პროგრამა 2008 წლიდან და ამჯერად საკმაოდ ბევრი ბენეფიციარი ყავს, 15000 ბენეფიციარამდე არის სახელმწიფო პროგრამაში. და კერძო კომერციულ პროგრამებშიც კიდე 5000 ბენეფიციარი კერძო პროგრამებში არის. საკმაოდ დიდი რიცხვია. საკმაოდ დიდი რიცხვია, კი, რა თქმა უნდა. თუ კი ავიღებთ ახლა ბოლო სტატისტიკა საქართველოში, ბოლო სტატისტიკით არის 50000-მდე ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელი. ანუ ძმე მომხმარებლებს ვეძახით ჩვენ ამას. ის ესე იგი უკვე დამოკიდებულია, ასე ვთქვათ, და ნარკოტიკის მომხმარს ინექციურად. ამისთვის არის სპეციალური პროგრამები შექმნილი, ზიანის შემცირების პროგრამა, აი ეს ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამა, მკურნალობა რეაბილიტაციის პროგრამა, რომელიც სამწუხაროდ ძალიან განუვითარებელია. განსაკუთრებით რეაბილიტაციის პროგრამები, ასე ვთქვათ, აქტიურად არ არის ქვეყანაში. და ეს კომპლექსურად თუ არ იქნება მკურნალობა, რეაბილიტაცია, შემდეგ დასაქმებაზე ზრუნვა, კომპლექსური მიდგომა თუ არ იქნება, ასე ცალკე მას აზრი შედეგს ვერ დავდებ უბრალოდ. მაშინ ეს უბრალოდ ფორმალობაა თუ რას ემსახურება ეს ამ პროგრამების არსებობა? ფორმალობა არ არის, ახლა 20000 ანუ თუ უბრალოდ თანხები იხარჯება და შედეგს მაინც ვერ ვიღებთ. ანუ რა კეთდება მაშინ? ნახე როგორ არის ახლა, როგორც ჩანაცვლებით თერაპიის პროგრამა, ხო? თავის შედეგი მაინც აქვს ამ პროგრამას. ნახე შედეგი რა არის? ამ შემთხვევაში ეს ადამიანები, ახლა 20000 ადამიანი არ არის ისე რომ ცილდება ქუჩას არაკანონიერი ნარკოტიკის ბრუნვაში აღარ მონაწილეობას, ჩამოცილებულია კრიმინალურ ბიზნესს და ყოველ დღე ესე იგი მექიმის დანიშნულებით ღებულობს დოზას. ეს უკვე შედეგი არის. რომ ეს ამდენი ადამიანი კრიმინალს მოვაცილეთ. შემდეგ როდესაც ადამიანი ღებულობს მეტად ჩანაცვლებით თერაპიის პროგრამებში, აი ამას ღებულობს, ასე ვთქვათ, დალევით და არა ინექციის სახით. ამიტომ რა ხდება, ამიტომ მცირდება ვირუსების გავრცელება, როგორიც აივში, ჰეპატიტი, ბ ჰეპატიტი, სისხლისმიერი გადამდები და ავადებები, სასახად ესენი მცირდება, ესეც უკვე შედეგია, ხო? და თუ კი ამ პროგრამებს ექნებათ და სწორად განვითარდება ეს პროგრამები და ის დანიშნულება, რაც ჩადებული არის ამ პროგრამების არსში, ანუ მეტი ზრუნვა იქნება ამ ადამიანების ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციაზე, დასაქმებაზე, შედეგად მივიღებ, რომ აი ძალიან ბევრი ადამიანი, ათასობით ადამიანი შემოbrunდება ცხოვრებისაგან, დაიწყებს სამსახურს, მიხედავს ოჯახზე, ასე შემდეგ. ბატონო ზაზა, თქვათ მიიღეს ის დოზა. რაზეც თქვენ საუბრობთ, მაგრამ ეს ადამიანები შემდგომ ბრუნდებიან ქუჩაში. ხო? ჩვენ გქონდა ეთერსმობა საუბარი და ბრძანეთ, რომ უკვე 1 წელია აი ამ დოზის მიღება ხდება უშუალოდ აი ამ პუნქტში და არ ხდება ის, რომ სახლში წაიყვან. ანუ რომელი მიდგომა უფრო არის გამართლებადი, თქვენ როგორ ფიქრობთ? რა თქმა უნდა, გამართლებადი არის, რომ ადამიანს უნდა ენდო ადამიანს. აი ცნება უნდა შემოიტანოს სტაბილური პაციენტი. ახლა ექიმება ყველაზე უკეთ იციან, რომელი პაციენტი არის სტაბილური და რომელიც თქვათ, აი შეიძლება სხვანაირად მოიხმაროს, ან თქვათ, რომ გაიტანოს ნარკოტიკი და ინტრავენულად მოიხმაროს, ან ვიღაცა დაპატიჟოს, ან ბოლო-ბოლო გაყიდოს. ეგეთებიც შეიძლება. თუმცა უმეტესი რაოდენობა ხო ამ ადამიანებისა, ვინც დასაქმებულია, ვინც მუშაობს, იმათთვის დიდი შეღავათი იქნება, რომ ყოველდღე არ იყო მიმბული ერთი და იმავე ადგილს ყოველდღე არ უწევდეთ, თქვათ ამ თავის კუთვნილ დოზაზე მისვლა და დროის დაკარგვა მას. ძალიან ბევრი ადამიანი ვისი მაგ ბრძანების შემდეგ, რომელმაც აკრძალა, თქვათ, ხელზე გატანა საერთოდ ქვეყანაში, რომ ადამიანები აი მივლინებებში ვეღარ დადიან. ბევრი დადგა იმის დროს ეს სამსახური თუ მკურნალობა, მნაირი დილემის წინაშე დადგა ბევრი ადამიანი და ამ პროგრამების დანიშნულება ესაა, რომ ამ ადამიანებს ხელი შეუწყოთ ასამხლებაში და ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციაში და აუცილებლად პირიქით ხელი ეშლებათ და თან ხელი ეშლებათ ყველაზე ასე ვთქვათ სტაბილურ პაციენტებს, ყველა იმ პაციენტებს, რომლებიც
ყველაზე ასე ვთქვათ, მიყვებიან კურნალობას, მიყვებიან ექიმს არიან სტაბილურად, ამ ადამიანებს ეშლება ყველაზე მეტად ხელი ამბრძანებით. ანუ ფიქრობთ, რომ აი ესეთი სტაბილური ეგრეთ წოდებული პაციენტებისთვის ეს გამონაკლისი უნდა იყოს დაშვებული. ნახეთ, ერთი წლის მანძილზე უკვე შეიცვალაო ეს ხელზე გატანა. ანუ გამოწვევი მიზეზი რა იყო, რატო შეცვალეს? რამე არასწორად მიმდინარეობდა თუ ეს მაკეთებაზე ვერ მივიღეთ სამწუხაროდ პასუხი, თუმცა ბევრი მინისტრის მოადგილეს პირად ადმინისტრაციას დავუშვით, ვინც აზარაშვილი იყო თორსები მინისტრის ეს ბრძანება მიიღო. სამწუხაროდ ვერ მივიღეთ, აი ადეკვატური პასუხი ვერ მივიღეთ, რატო გახდა საჭირო ამის გაკეთება. ან თუნდაც რატო გახდა საჭირო, რომ აი ძიმი ავადმყოფი აუცილებლად ყოველდღე გაჭირვებით უნდა მიიტანონ იქ რომ დალიოს თავი და თუ არ შეიძლება ვთქვათ ამ ადამიანს სახში კონდეს თავის კუთვნილი პრეპარატი. რომელიც არის არსადარზე აიღებს, უბრალოდ სახში იქნება და არ გაწვალდება არც თვითონ და არც ავადმყოფის პატრონი, ხო? ვერ მივიღეთ ამაზე ნორმალური პასუხი, ერთ-ერთი ასეთი პასუხი ის იყო, რომ არის რისკი, რომ ეს სამალი შეიძლება მოხდეს შავ ბაზარზე. ახლა ეს არ არის სერიოზული პასუხი. შავი ბაზარი ისეა გაჯერებული აციდებით, ტოქსიკური ნარკოტიკებით და გაცილებით მავნე და საშიში ნარკოტიკებით, რომ აი ეს უბრალოდ ძალიან თითიდან გამოწვეული ასე ვთქვათ მიზეზი არის, რასაც ესენი ამბობენ. თქვენ უშუალოდ საქართველოს სტატისტიკა ბრძანეთ და ქუთაისის მაგალითზე რომ გითხრათ, რამდენი ადამიანია დღევანდელი მონაცემით მეტადონის პროგრამაში ჩართული? სახელმწიფო პროგრამაში 1500 ადამიანამდე არის ყოველდღიურად, წარმოიდგინეთ, ყოველდღიურად 1500 ადამიანს ატარებს სახელმწიფო პროგრამა, სადაც მუშაობს 3 ექიმი, 1 ფსიქოლოგი, 2 სოციმუშაკი. აი ამ ადამიანებმა 1500 პაციენტს როგორ შეიძლება ასე ვთქვათ ხარისხიანი სერვისი მიაწოდონ. ან მათ კურნალობაზე, ხარისხიან კურნალობაზე იფიქრონ, ან მათ დასაქმებაზე იფიქრონ. 1500 ადამიანთან არ დაგავიწყდა, სულ მარტო ქუთაისლები კი არ არიან, სხვადასხვა ქალაქებიდან შემოგარენი და ხონი, ვანი, ტყიბულიდან დადიან. მოკლედ ჩემ გარშემო ქალაქებიდან ყველა წარმოიდგინე ყოველდღიურად ამდესვალობენ ეს ადამიანები რისთვის, რომ ჩამოვიდნენ და ის მისი კუთვნილი ექიმის დანიშნული დოზა მიიღოთ. რა გაფუძნება ამით, რომ ამ ადამიანებმა კვირაში ერთხელ ვთქვათ მოვუწიოთ, ჩამოხრო ერთი კვირის მარაგი, წაიღონ კონდეთ სახში ეს პრეპარატი. რომელსაც ისევ თვითონ მოიხმარან. უბრალოდ აი ელემენტარულად დაუკვირდა, აი სად გაყიდის მის ნიშანს, როცა თვითონ ჭირდება, მისი კუთვნილი პრეპარატია, მისი კუთვნილი დოზა, ხო? თავისთავად გარდაიტო, შედათ. ხომ არ ყოფილა ისეთ შემთხვევებით, როცა აი ეს დოზა, რამდენიმე დოზა ერთად მიუღიათ, როცა ხელზე გატანა ხდებოდა და ეს რაღაც არ ყოფილა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაგნაირი სტატისტიკა არ არის. და ჩვენ სხვადასხვა გვაინტერესებდა აი რამდენი ადამიანი დაიჭირეს, დააკავეს, ასე ვთქვათ, ამ გამოტანილი წამის ვთქვათ გადაცემაზე ან გაყიდვაზე. ერთი სტატისტიკა მივიღეთ შინაგან საქმეთა სამინისტროდან, მე მგონი ერთეულები არის ამ ერთ შემთხვევაში რა. ეს უბრალოდ თემა, უბრალოდ აი ხელზე დახვეული რაღაც მითისავე თუ უფრო არის, ვიდრე რეალური სტატისტიკა და რეალური ასე ვთქვათ ამბავი. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ მეორე პროგრამა სრულიად უფასოა, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შევიდეს და უფასოდ მიიღოს ეს პრეპარატი. აი უბრალოდ რატო უნდა გადაიხადოს ფული ქუჩაში? რატო უნდა იყიდოს ვიღაცასაგან, როცა შეუძლია სამშობლოდ უფასოდ მივიდეს და მიიღოს ხო ეს? წლიდან წლამდე რამდენად უმჯობესდებოდა ხომ? შესაძლოა სურათი კიდევ უფრო მასშტაბურია, მაგრამ ადამიანები რაღაც გარკვეული მიზეზების გამო ნარკომანხმარებლები უარს ამბობენ მონაწილეობა მიიღონ და ჩაერთონ ამ პროგრამაში. ხო, აქ ჩართული ადამიანების რაოდენობა საქართველოში სრულ სტატისტიკას ხომ ვერ გვაძლევს? სტატისტიკას ანუ ხო ვერ განსაზღვრავთ პროგრამაში ჩართული ადამიანებით რამდენი ნარკომანხმარებელი გვყავს ჩვენს ქვეყანაში? რატო ვერ განსაზღვრავთ? შესაძლოა მე ვიყო პირობითად მომხმარებელი, მაგრამ არ ვიყო ჩართული ამ პროგრამაში, ხო? კი, გასაგებია, ხო, აი მას სტატისტიკურად ქვეყანაში სულ არის 50,000-მდე მძიმე ნარკოტიკის მომხმარებელი, ნარკოტიკის ინიექციური მომხმარებელი. და ამ ციფრიდან ასე 20,000 უკვე ჩართულია პროგრამებში. ნახევარი ჯერ არა, მაგრამ თითქმის ნახევარი და ეს არც ისე მცირე რიცხვია.
კარგი იქნება რომ ყველა ადამიანი ჩამოწვდეს ამ კუჩის ნარკობიზნეს და ყველა ჩაერთოს სხვადასხვა პროგრამებში და ყველაზე საუკეთესო იქნება რომ საერთოდ არ მოიხმარონ და საერთოდ დაიანებონ თავი. თუმცა ამასაც ჭირდება ხელი შეწყობა და ამასაც ჭირდება თავისი ასე ვთქვათ სამკურნალო რეაბილიტაციო პროგრამები. რაც არ არის ქვეყანაში და არ არის ასე იული რომ საქმეად კი იოლია აიღე დაანება თავი ხო ეს ახან ისევ საუბრობთ ჩვენ აიღე დაანება ახლა მუსიკას თავი ასე იოლია აიღე დაანები ალკოჰოლს თავი ხო თქვა ასე იოლია სამწუხაროდ არ ყოფილა იოლი ეს აღიარებულია როგორც ასე ვთქვა დაავადება სამშობლომ აღიარა რომ ეს არის ფსიქონიკული დაავადება და არ არის ასე იოლი რომ ადექდა დაანება თავი ამას უნდა ხელი შეწყობა უნდა მკურნალობა უნდა რეაბილიტაცია ის საშუალებაც არ არის თქვენ როცა პერიოდულად წლის მანძილზე გქონდათ აქტივობები, ერთ-ერთი ლოზუნგი მახსოვს მზრუნველობა დასჯის ნაცვლად. მაშინ თქვენ ბრძანეთ, რომ დაანგარიშებულიც კი არის სოციფრებშიო, რომ ამ ადამიანების თქვათ რეაბილიტაციისთვის და ის სრულყოფილი პროგრამის განხორციელება გაცილებით იაფი ზის, ვიდრე ციხეებში მათი ასე ვთქვათ გამოყვება და ასე შემდეგ. ხო, აი რატომ არ იცვლება მაშინ ეს მიდგომები? სადაც თქვენ გადაითვალეთ დათვლილი იქნება სხვა სტრუქტურებშიც, ხო? კი, ეს შენებრივად იციან, ეს მარტო ჩვენ არ დაგვითვლია, ეს არის ოფიციალური მონაცემები ბევრი სხვადასხვა ქვეყნის. და მათ შორის საქართველოში ეს ოფიციალურად ციფრები არის ოფიციალური, რომ გაცილებით. და ცოტათი ნაკლებია, გაცილებით ნაკლები ხდება ადამიანის კურნალობა და მცხოვრებისგან შემოტრიალება, ვიდრე ამ ადამიანის ზრდევა, მერე დაპატიმრება, მერე გასამართლება, მერე ციხეში იმის შენახვა რამოდენიმე წლის განმავლობაში. და თან ეს მიდგომა დაჭერა და გასამართლება და ციხე არ იძლევა რანაირ შედეგს. იმიტომ ადამიანი გამოდის და რამე და ისე უბრუნდება იგივე ცხოვრებას და შეიძლება უარესად, ხო? და მეორე შემთხვევაში უკვე არის ადამიანის ასე ვთქვათ გამოჯანმრთელებაზე საუბარი და 10 ადამიანი 5 რო გამოაჯანმრთელო უკვე შედეგია, ხო? შესახების შედეგი. გაცილებით იაფია. უბრალოდ პოლიტიკური ნება არ არის, სახელმწიფო ნება არ არის. აი ვერ ელევიან ვერაფრით ამ რასაც არიან მიჩვეული ამ წლის მანძილზე ეს ერთი და მეორე ალბათ გაცილებით იოლია ეს ადამიანები ყავდათ ასე ვთქვათ კრიმინალებად, პირობითი მსჯავრის ქვეშ ის რომ უფრო ადვილი სამართავი არის ადამიანი, როდესაც რაღაცით ყავს ასე ვთქვათ დაჭერილი, დაშინებული და რაღაცა ზემოქმედებაში გეძლია მოახდინო უფრო იოლი სამართავია და რაღაცა სხვადასხვა რამეში შეიძლება გამოიყენო. ვერელებიან ამიტომაც არის რომ პოლიტიკური ნება არ იცვლება. ძალიან სამწუხაროდ არ აცვლიან არანაირად. კარგი, რას ვაკეთებთ რომ არასწორი მიდგომა არის. კარგით, რას ვაკეთებთ ამ შემთხვევაში სოციუმი, როცა ვსაუბრობთ ფსიქოლოგების ჩართულობაზე, რეაბილიტაციაზე, საზოგადოება როგორ იღებს, როგორ ვიღებთ ამ ადამიანებს და რამდენად არის პრეცედენტი მათი დასაქმების? მე არ ვამბობ ის, ვინც დასაქმებულია და დიდი ხნის მანძილზე ამა თუ იმ პროფესიაში არის დამკვიდრებული. მე ვამბობ მათ, ვინც შესაძლოა სამსახური არ ქონდა, აი დღეს რამდენად მიიღებს საზოგადოება მათ? საუბარ როგორია ჩვენში? რა არის, ნელ-ნელა უფრო და უფრო საზოგადოება გებულობს სიმართლეს და ესეც ისე მინდა ვთქვა, რომ ამ პროგრამების და მისი განმახორციელებების მუშაობის შედეგი არის. ჩვენ ვცდილობთ რომ მივაწოდოთ საზოგადოებას სწორი ინფორმაცია, იგივე გადაცემებიდან ახლა როგორც ახლა საუბრობ, სხვადასხვა გადაცემებიდან, სოციალური მედიიდან და ასე შემდეგ მივაწოდოთ ამ ადამიანებს სწორი ინფორმაცია, რა არის ნარკოდამოკიდებულება, რა არის შედეგი, რატო იწვევს ამას, რა იწვევს, რით შეიძლება ვთქვათ შემსუბუქდეს ეს მდგომარეობა, ამას სისტემატურად ვაწვევს საზოგადოებას და ნელ-ნელა ეს მენტალიტეტი რაც აქამდე იყო იცვლება, იცი საზოგადოება უფრო მიიღები ხდება, უფრო სწორად გებულობს ამ დაავადების არსს და გამოკითხვა ჩავატარეთ ჩვენ ადრე რამოდენიმე წლის უკან და ბევრი ნაწილი, დიდი საზოგადოების დიდი ნაწილი მაგალითად წინააღმდეგი იყო, რომ ეს ადამიანები დაჟილებდნენ მაშინაც რამოდენიმე წლის უკან. და ახლაც უკვე ნელა ხდებიან ეს ადამიანები, ყველა საზოგადოება ნელა ხდება, რომ დაჟე ეს არ არის გამოსავალი სხვანაირი მიდგომა, საჭირო რომ ქვეყანაში გაუმჯობესდეს სიტუაცია. ჩვენ ყველას ერთი რამე გვინდა, რომ შემცირდეს ნარკოტიკების მოხმარებელთა რიცხვი, ვინც მოიხმაროს უსაფრთხო საოცარი ჯანმრთელობისთვის, საზოგადოებისთვის,
და ყველა აი ეს მიზანი გვაქვს, ასე ვთქვათ, ერთი მიზანი გვაქვს, უბრალოდ მიდგომებია სხვადასხვა სახელმწიფო სხვანაირად სტუდებს ამის გაკეთებას, ჩვენ სხვანაირი შეხედულება გვაქვს და ის შეხედულება და ის მიდგომა, რასაც სახელმწიფო გაკეთებს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შედეგამდე ვერ მიგვიყვანს. მოკეთ დღევანდელი ჩვენი შეხვედრა რო შევაჯეროთ. ეს მცირე, ესე რომ ვთქვათ, რეკომენდაციები კარგი იქნება თუ იქნება გათვალისწინებული თქვენი მხრიდან, მაგრამ ჯანსაღ ცხოვრებას რომ ანალოგია არ აქვს და შეგვიძლია ხო ვიწყებთ ამთავრებთ რომ ეს არის ყველაზე კარგი რაც შეიძლება გავაკეთოთ და თავი დავიცვათ ჩვენ და გარშემოყოფები, მაგრამ თუ კი მაინც და მაინც არსებობენ ადამიანები და აქვთ ეს მოთხოვნილება, ალბათ ყველა რგოლმა უნდა ვიმუშაოთ. რაღაც პრობლემას თვალის დახუჭვა არ უნდა, პრობლემას უნდა დანახვაღიარება, პირველ რიგში დანახვაღიარება და თუ მაინც და მაინც ყოლა იქნება ადამიანებში. Შობს რომ მაინც ცოდნა გამოვიყენოთ, რომელიც არის, ასე ვთქვათ, კიდურესად კარგი იარაღი და გადავრჩეთ დედამიწაზე და ვიცხოვროთ დიდხანს და ჯანმრთელად პატრონს. რა ჯანმრთელი თაობა გავაგზავნოთ ამ ქვეყანაში. ჯანსაღ გარემოში დანიშნულოვანი თან ცუდი ამბები გვაქვს ირგვლივ ყველა მიმართულებით და დავიმსახურეთ მგონი, ხო? რა თქმა უნდა. კონდეს. ბევრი ბედნიერი ყველა ერთად, ალბათ ყველა რგოლმა ერთად უნდა ვიმუშაოთ და ვიბრძოლოთ ამისთვის, რომ ის შედეგი დავდოთ, რომ ახალგაზრდა გოგობიჭები არ გვეუბნებოდნენ და ეთქონათ სხვადასხვა ფსიქიკურ და უბედურ დაავადებებს არ ალბათ ეს ადეკვატური იქნება თუ ქვეყანაში გაუმჯობესდება სოციალური პირობები, ფინანსური მდგომარეობა, ადამიანების სხვა, ესე რომ ვთქვათ, დაკავდებიან და ხო, აი, ეგ პირობითად სურს რომ სადღაც წავიდეს სხვა ქვეყანაში და ესწროს მაჩს და დრო ამ სასიამოვნო ამბებისთვის ექნება, შემდგომ აღარ დარჩება დრო რაღაც ყოფითი არ არის გამართლება, მაგრამ ალბათ ყველაფერს კარგი გარემო, საცხოვრებელი გარემო განაპირობებს, რაც რომ ვისურვოთ ჩვენ ეს ღირსეული ცხოვრება. მადლობა ბატონო ზაზა რომ იყავით ჩვენი სტუმარი და ისევ შევხვდებით ერთმანეთს, იქნებ რაიმე კარგზეც ვისაუბროთ. ვინ იცის? ბატონო, იმედი. დროებით დაგემშვიდობებით, მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი ნახვამდის. ძვირფასო ტელემაყურებლობო, ბატონ ზაზა ქარჩხაძეს მასპინძლობდი, ორგანიზაცია რუბიკონის კოორდინატორს, რამდენიმე წუთით შევისვენოთ და ისევ დაგიბრუნდებით სტუმართან ერთად დროებით.